მე მოვკლავ აუცილებლად ომარიკოს. ხო, ძალიან დიდი ბოდიში რა ვერიკო კიდე ერთხელ ენა უნდა ამოვაცალო ეხლა ამას მე. ვიღაცას წითელია თუ რა მიქარია მჯერად. მე არაფერი იმას მიქნია, ფირცხალა ვამაბრალებს რაღაცებს. გაბრალებს კი არა, მოდი აქ. ეხლა შენი პირით მითხარი დაზადმეწახელი შევკი ფირცხალავას კლასში. სანამ ვიმოქმედე იცოდე. მე არაფერი შემირქმევია. სანამ ვიმოქმედე მეთქი. თავრი ჯგვინა. თავრი ჯგვინას მოგწემ მე შენ. დედამისმა დამირეკა, რა მდგომარეობაში ჩავარდი აღარ ვიტყვი. რა გიყო ეხლა მე შენ მითხარი. ვიცი რომ დავისჯები. აღარ გამიშვა მაშინ ეს კვირა სკოლაში. გესმის, არა გესმის. კიდევ რა ხუმრობის ხასიათზეა რა. შებძანდები ეხლა შენ ოთახში უტელეფონოთ და იფიქრებ შენ საქციელზე. და იმაზეც რავაჩუკოთ ზებებოს დაბადების ღია ხმალე გამიწდა თავი ვერაფერი მოვიფიქრე. აუ წეგა რომ მოდიოდი ამნისტიძეების ბინიდან გამოდიოდა ინქალის ცივილკივილი. რა ხდება ნეტა ხო არ იცი? ქვედა მეზობლე მაგის ქმარი მოყვა კაცო გუშინ შეწყალებაში, ხო, დააბრუნდა ოჯახში და დაიწყო თავიდანის მთელი უბედურება. ხოძალადობაზე იჯდა, ამურასა შინელება, არ და როგორ მშვიდად იყო რაღაცნაირად იქალი ამ ბოლოს, რაღაცნაირად გამოვიდა. ეხლა ვფიქრობდი ჩემს აქციელზე და კანჭოფილს შეწვავ დღეს. ეხლა შენ შეწვავ იმ გასკურაში იწოდე. დამიჭერე კიდეც და ეგ იქნება რა. ჩემ დაჭირად გათავისუფლდა კიდეც ამდენი ადგილი ციხეში.